დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ხელისუფლების მხრიდან ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკასა და სწრაფი მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს. კობახიძე ამბობს, რომ ზედიზედ მეოთხე წელია საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. რა არის ძირითადი პრობლემური საკითხები, რომელიც დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე გაჟღერდა და რა გამოსავლის გზებს ხედავს ბიზნესი? ანუკა ჯოხაძე გვერდდება კერძო სექტორის შეფასებებით. ანუკა, მოგესალმა ბიგისმეთ. დღეს გალტენ ტაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები, მაკროეკონომიკური და სექტორული მიმოხილვა წარადგინა. კონფერენციაზე განხილული იყო 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინებიც, ასევე სექტორული მიმოხილვის ჭრილში ყურადღება დაეთმოს სწრაფად რეალიზებადი სამოხმარებლო საქონლის, IT, განათლების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ასევე თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების სექტორებს. როგორც ამ სექტორებში მომუშავე ბიზნეს სუბიექტები აცხადებენ, დღეს მთავარ გამოწვევად, რომელსაც ბიზნესების ძირითადი ნაწილი თითქმის ყველა სექტორში აწყდება კადრების მწვავე დეფიციტი და პროფესიონალი კადრების ნაკლებობა. 6 გამოწვევა არსებობს ბოლო წლებში ბიზნესისთვის, მაგრამ აქედან 4-ს აქვს დაღმავალი ტრენდი და ჩვენ ამას აქტუალურად აღარ მივიჩნევთ. არის დღეს 2 გამოწვევა, ეს არის სამუშაო ძალის ნაკლებობა და კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი. ჩვენ ამაზე ღიავ ვსაუბრობთ უკვე 18 თვე. ერთის მხრივ გვაქვს პარადოქსული მდგომარეობა, როდესაც ვიღაცა ეძებს სამსახურს და მეორე მხრივ დამსაქმებელი ვერ პოვლობს პროფესიონალს. აქ რა თქმა უნდა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს აქვს თავისი უფლებამოსილებები და კომპეტენცია, თუმცა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შეგვეძლება, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში შუამდგომლობისთვის ძალისხმევას არ დავეშილებთ. გამოწვევები, როგორც ყველგანა დღესაც აღინიშნა, ძალიან დიდი დეფიციტი არის სპეციალისტების, მიუხედავად ამისა ჩვენ ვცდილობთ, რომ ადგილობრივად და რეგიონში გადაუმზადება მოვახდინოთ, თუმცა ახალგაზრდა თაობა ძალიან ესე ვთქვათ ფეხს ითრევს ამ მიმართულებისთვის, მაგრამ ვცდილობთ ამას ჩვენ ფეხი ავუწყოთ და შესაბამისად სპეციალისტები დავაკომპლექტოთ ჩვენი წარმოება. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, მოკლევადიან პერსპექტივაში კადრების მწვავე დეფიციტიდან გამკლავებას რეგიონის ქვეყნებიდან უცხოელი კადრების შემოყვანით ახერხებენ. მათი თქმით, ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები, რომელსაც არსებულ მიგრაციულ პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები სჭირდება. გამოსავლის გრძელვადიან გზად პროფესიული განათლების გაძლიერება და ადგილობრივი კადრების გადამზადება სახელდება. მოკლევადიან პერსპექტივაში გამოსავალს წარმოადგენს სხვა ქვეყნის სპეციალისტების მოწვევა. გრძელვადიანში სავარაუდოდ ჩვენი კადრების გადამზადება და მომზადება შესაბამისი კვალიფიკაციით. სამშენებლო დეველოპერის სექტორში აქტივობის ზრდის პროპორციულად ვერ ხდება შესაბამისად კვალიფიციური კადრების ზრდაც, რაც იწვევს იმას, რომ გვიწევს ქართულ ბაზართან ერთად უცხოურ ბაზრიდან ესე ვთქვათ სპეციალისტების შემოყვანა. რეგულირებადი მიგრაციის შემოღება გარკვეულწილად წესები დაწესდეს. როგორ შეიძლება მოიზიდოს ასთვის მუშახელი ამა თუ იმ ბიზნესმა და მარტივი იყოს ეს გასაკეთებლად და საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკას ბუნებრივია ძალიან შეაფერხებს თუ ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ბიზნესი ახლა ჭირდება ზრდა, ძალიან კარგი ტენდენციებია. კადრების დეფიციტის მიღმა იყო საუბარი სხვა სირთულეებზეც, რომელზეც ბიზნესი ამ ეტაპისთვის საუბრობს. ერთ-ერთ სწრაფად რეალიზებად სექტორში, რომელიც გალტენ ტაგარტის კვლევაში გვხვდება, ესაა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა. ამ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ნაწილშიც არსებობს პრობლემები, რის გამოც შუა და ეროვნების პოტენციალის ათვისება ვერ ხერხდება. ბიზნესის სამ ძირითად ნაბიჯს ასახელებს, რომლის გადადგმაც პირველ ეტაპზე და უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს. ლოგისტიკური ცენტრები არის სასწრაფოდ გასანვითარებელი და ახალი ასაშენებელი მულტიმოდალური ცენტრები, რომელიც მიმული იქნება რკინიგზასთან, არა მხოლოდ სატრანსპორტო მიმართულებით იქნება აღჭურვილი. გადაიარაღება ქვეყანაში საჭირო და საერთო გეგმა არის საფიქრალი, როგორ შექმნას ბაზისი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს და გადამზიდვებს ინტერესი ქონდეს ახალი ტექნიკის შეძენის და განსხვილების, მარშრუტები გაიზარდა რამდენიმე 1000 კილომეტრებით. დღესდღეობით უკვე ვიღწევთ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტრანსკონტინენტური გადაზიდვების განხორციელებას და მესამე მიმართულება იქნებოდა სისწრაფე გამშვეპუნქტებზე და საერთო სანებართო სისტემა შუა კორიდორში. რაც ყველა ქვეყანა ვისარგებლებით და ზედმეტ ბარიერებს ავცილდებოდით. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრემიერთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო ხასიათის შეხვედრები გაგრძელდება, სადაც აღნიშნული პრობლემატიკის განხილვა და გამოსავლის გზებზე მსჯელობა მოხდება. ყველაზე დიდი ბიზნეს გაერთიანების პრეზიდენტი ანონსებს, რომ ასოციაციის მხრიდან წარმოდგენილი იქნება მათ შორის 2 ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წარუდგენენ პრემიერ-მინისტრის. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობის და ახალი პრემიერის მხრიდან კონსტრუქციული დადებითი და პოზიტიური კომუნიკაციის მზაობა არსებობს.
მადლობა, ეს ანუკა ჯოხაძე იყო.